კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობთ დღეს მსოფლიო შოუ ბიზნესში მომხდარ საინტერესო ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინახოთ. ვალენტინობასთან დაკავშირებით კომპანია Artimedმა აჭარა მუსიკ-ჰოლში საღამო გამართა. ეს იყო ცოცხალი კონცერტი, რომელიც ცნობილი სიმღერების კარაოკე ვერსიებით დამთავრდა. ის რომ ექიმები პერიოდულად მუსიკალურ ნიჩს ამჟღავნებენ და კონცერტებსაც მართავენ, ფიქრობ, ბევრი თქვენდაგანისთვის ახალი არ უნდა იყოს. ამჯერად ინფორმატორი შარდენის ქუჩაზე ექიმების მიერ მოწყობილ გამოფენას დაესწრო, სადაც ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად ფოტოსურათებიც იყო წარმოდგენილი. არის რაღაც თავისუფლების შტრიხი ალბათ ყველა პიროვნებაში და მედიცინა ვერ იძლევა ამის სრულ რეალიზაციას, იმიტომ რომ ეს კი არის შემოქმედებითი, მაგრამ გინა არ გინა ემორჩილები გარკვეულ კანონებს. ეს ძალიან მკაცრი კანონებია, რაც უფრო მაღალი ტექნოლოგიის მედიცინა, მით უფრო მეტ სიზუსტეს მოითხოვს და იქ არის რაღაც გარკვეული წესები ჩამოყალიბებული, რომლებიც ჩვენს მიერაც არ არის მოგონილი და არის საერთაშორისო სტანდარტები და აქვს ხალხს რაღაცა ეტყობა შინაგანი წვა და მე ამაზე ხარჯავს. უპირველეს ყოვლისა მე მინდა ამ ინიციატორებს და მონაწილეებს მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვა მათ დიდი სიყვარული და ბედნიერება. ახლა რაც შეეხება ამ გამოფენას, მე აღთვალებული ვარ მართალი გითხრათ და ალბათ თქვენც მოგეწონათ და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ნახველიც, ვინც ამას ნახავს, რომ ექიმები არა მარტო მაღალი პროფესიონალი მედიკოსები არიან, არამედ ხელოვნებასაც ძალიან ისე ფართედ ეწევიან. ჩვენ ისეთი მძიმე პროფესია გვაქვს და ყოველ დღე ისეთ მძიმე საქმეს და დამღლელი შრომა გვაქვს, რომ გადავწყვეტოთ რაღაც დღესასწაული მოგვეწყო ჩვენი თავისათვის და აი ესე წამოვიდა. ძალიან მიხარია დღეს ცოტა სიხარული მაინც მოვუტანეთ ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენი კოლექტივის წევრებს.
მე ნამდვილად არ მოველოდი, რომ ქართველ ექიმებს ასე კარგად შეეძლოთ ხატვა. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზია. როგორც იცით, ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა 15 თებერვალს აჭარა მუსიკ-ჰოლში კონცერტს გამართავს. მომღერალი უკვე თბილისშია და მან პრეს-კონფერენცია მოაწყო. Друзья, Анхович, третий раз. Первый раз я была в футбольной команде, у вас были тогда какие-то беспорядки. Вот, и мы были здесь на соревнованиях, которые устроила грузинская сторона. Не приехала больше ни одна команда, кроме сборной Башкортостана. Представители испугались отдавать свои детей на соревнования. И я слушаю много, конечно, музыки. Детство у меня четко ассоциируется с группой Queen. У меня был старший брат, который меня заставлял слушать разнообразную музыку. Из всего того, что заставлял меня слушать, больше всего мне нравилась группа Queen. Все остальные были гораздо мрачнее, Black Sabbath и прочее, что человек в 5 лет, конечно, поедет не может. Межгосударственная телерадиокомпания «Мир» представительства в Грузии. Ваш концерт должен был состояться еще 14 декабря, потом января, потом 14 февраля. 13 ноября, потом 13. Ну, в общем, в ноябре, потом в декабре, потом дошли до 15 февраля. Что явилось причиной вот? Вы так много дат назвали. Мне кажется, вы что-то путаете. Вы меня путаете с какой-то артистом. Я точно знаю, что концерт должен был быть сегодня, но он состоится завтра, за что я приношу свои извинения. И считаю, что это целиком моя вина. Проблема с визой для барабанщиков. Ну, это такие совсем внутренние проблемы. А об остальных переносах я не знаю. И вообще, насколько трудно пригласить вот Земфиру в Грузию, как вы считаете? В Грузии легко. Достаточно, потому что я здесь не была, и мне нравятся грузины. Земфира, как вы думаете, вот ваш успех, это определенный какой-то плод вашего труда или везения? И еще другое. И то, и другое. Еще одно. Мне кажется, что вы человек достаточно самоуверенный. Может быть, это тоже способствует вашему успеху. Я делаю вид, я успешно делаю вид. Земфира, а у вас есть какие-нибудь звездные причуды? Как кто? Звездные причуды. Ну, например? Например, в гостиничном номере должны быть цветы, розы определенного цвета. Это инициатива, которая ненаказуема в данном случае. Земфира, есть ли улица вашего имени в Башкирии? Вы, наверное, там кумир? Национальная героиня. Так как? Нет, серьезно, нет? Нет такой улицы, о чем вы говорите? Я неужели так плохо выгляжу? Я достаточно молода. Не надо улиц пока. Ну, вы очень знамениты. А есть более популярный человек в Уфе, более популярный, чем Земфира? Кто? Их очень много. Рахимов президент. Салават Юлаев, народный герой 15 века, человек на коне. Юрий Шевчук, которого в свое время власти уфимские практически выгнали из Уфы. А вот недавно я узнала накануне президентских выборов, они дали ему почему-то орден. Да. Он его не взял. Земфира, была информация о вашем проекте со Шнуром. Он продолжается, этот проект? Он очень плотно гастролирует сейчас. И в принципе, да, этот проект продолжается в его голове, в моей, возможно, частично. Но мы как записали одну песню, так больше и не записывали ничего, но постоянно об этом говорим. Я пела с Инной Чуриковой. Отдельный вопрос. А вот группа Би-2 пела с Тамарой Гладстейн. Я считаю, я считаю, что это получился один из самых удачных номеров. Она очень хорошо спела. Я достаточно спокойно отношусь к группе Би-2, в смысле творчества. Но она прямо скажет, спасла песню, спасла Бога. Я пойму, как я это пойму. ჩვენ ახლა ვიმყოფებით წიგნის სახლ პარნასის წინ, სადაც მსახიობი და მაესტროს წამყვანი ვასიკო ოდიშვილი მოწვეულია იმისათვის, რათა ბავშვებს გააცნოს პოპ დედოფლის მადონას გახმაურებული ზღაპრები, მისტერ პიბოდის ვაშლები და ინგლისის ვარდები, რომლებიც როგორც იცით, სულ ახლახანს ითარგმნა ქართულ ენაზე. აი, ორი ცალის ზღაპარება. კუკურე ეს არის ინგლისის. ორივე ვისი დაწერილი ზღაპრები, იცი? მადონა. ოპვარსკლავის მადონა. გენაცო. აბა, ნამდვილი გვარი რა არის მადონას? მადონა. აუ ზემოდან. გოგონები ერთ სკოლაში სწავლობენ და ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.
ისინი ერთნაირი თამაშებით ერთობიან, კითხულობენ ერთნაირ წიგნებს და მოსწონთ ერთნაირი ბიჭი. ძალიან კარგი რამ დაიწყო მაღაზია პარნასმა, იმ მხრივ რომ ესე იგი შეიკრიბებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ბავშვებს აუკითხავენ ზღაპრებს. რა ვიცი, მე მშურს იმ ბავშვების, იმიტომ რომ ჩემ დროს არ იყო ხოლმე ასეთი რამე, არ ხდებოდა და ესეთი კარგი ზღაპრები, ასე ვთქვათ, არ იკითხებოდა ხმამაღლა თან სპეციალურად მათთვის. ამას მინჩეული მე არ ვიყავი და ახლა ესეთი დიდი ბედნიერება აქვს ბავშვებს, რომ ამის, ასე ვთქვათ, საშუალება მიეცათ. ერთი სიტყვით, ფერია პირდაპირ შარლოტას სენდვიჩზე დაეშვა. ო, მაპატიეთ ეს გაუცრელი ჭვავის პურია? თქვა მან. თარგმანის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც მოხდა მსოფლიო პრეზენტაცია პირველი წიგნის ინგლისის ვარდების, ეს ელემენტარულად ტელევიზორში ვნახე, როგორ იყო ეს პრეზენტაცია და იმ წუთში დამებადა ეს იდეა, რომ დავკავშირებოდი და ამეღო ეს ავტორო უფლებები და გამოგვეცა ეს წიგნი. აბა რა სიტყვით გააწყვეტინა ფერია? უნდა ვინმეს ადგილების გაცვლა. ხანგრძლივი დუმილი ჩამოვა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.